სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა მე მგონი ჩვენ ადრე ჩაგვიწერია, გადაგვითარგმნია ეს ნაწილი, მაგრამ მე ჩავთვალე საჭიროდ რომ კიდევ დავტოვო და კიდე გავიმეოროთ და უფრო კარგად რომ დაგვამახსოვრდეს ალბათ ეს. ლაპარაკია მათეს სახარებაზე 24 თავში, სადაც იესო წინასწარმეტყველებს თავის დაბრუნებას და იმ დიდ გაჭირვებებს უდიდურვას, როცა ეს უნდა მოხდეს და დროებზე და საათებზე, რომ ამბობს, რომ მარტო მამა ღმერთმა იცის და მანაც არ იცის და ანგელოზზე მე წავიკითხავ ამ ადგილს მთლიანად. აგერ არის მოცემული ეს ამას სვავს ქალბატონი და მე ესე დავასათავრე ქრისტემ, ანუ ღმერთმა, რატომ არ იცოდა იმ საათის შესახებ, როცა ის უნდა დაბრუნდეს. სალამი, მოგესალმებით ჯონ, თქვენი 29 ნოემბრის ქადაგების დროს, რომელიც არის მომავალი ურვის შესახებ, მათეს სახარებაზე 24 და 26 მუხლს, როდესაც განიხილავდით. იქ თქვენ ახსენეთ, რაც ნახსენებია, მაგრამ იმ დღისა და საათის შესახებ არავინ არ იცის, არც ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. და იქ ნახსენებია არც ძემ. თუ ძე, იგივე იესო ქრისტე, ღმერთია თავისთავად და ერთი და იგივე არსებაა და მათ სრული მოზიარეობა აქვთ. რატომ არ იცის ძემ, ეს უფლის დღე? ჯონ მაკარტური პასუხობთ. ძალიან კარგი კითხვაა. ეს არის ის, თქვენ უნდა გესმოდეთ, რასაც ჩვენ კენოზის, ანუ ქრისტეს თვით განთავისუფლებას უწოდებთ. ანუ ის ადამიანი გახდა, განსხეულდა. მან თვით დაწესებული შეზღუდვები დააწესა. ეს ერთ-ერთი მათგანი იყო. ანუ ღმერთი იწესებს, თავის თავს უწესებს შეზღუდვას. და მან ასეთი ბევრი შეზღუდვა დააწესა. მაგალითად, ის სივრცით ადამიანის სხეული შემოიფარგლა. ერთი გაგებით მან უარი თქვა თავის ყველგან ყოფნაზე. ასე არ არის, რომ ის ყველგან ერთდროულად არ იყო, იმიტომ რომ ადამიანის სხეულში იყო. ის თუ იყო იერუსალიმში იყო, თუ ის იყო გალილეაში იყო, თუ ის იმყოფებოდა ნაზარეთში რჩებოდა, თუ ის უდაბნოში იყო, ის უდაბნოში იყო. ანუ მან თავად უარი თქვა თავის ყველგან ყოფნაზე. მან ნებაყოფლობით უარი თქვა თავის ყოვლის შემძლეობაზეც. მან თქვა, მე რომ მინდოდეს, შემიძლია ანგელოს და ლეგიონის გამოძახება, მაგრამ ამაზე უარს ვამბობ, გახსოვთ ხომ? ანუ მან შეიზღუდა თავისი ყველგან ყოფობა და ყოვლის შემძლეობა. ასე რომ, რატომ უნდა გაგვიკვირდეს ისიც, რომ მან შეიზღუდა თავის ყოვლის მცოდნეობა. მან განზრახ თავისი ნებით პირადად შეზღუდა საკუთარი თავი, რათა ეს ინფორმაცია არ სცოდნოდა. როგორც ღმერთმა, სრულიად ღმერთმა, თავის განდიდებულ მდგომარეობაში ამ დროს, მან უკვე იცის. ეხლა მან იცის ეს. მაგრამ როდესაც ის დედამიწაზე იყო, მან ეს ინფორმაცია არ იცოდა. თვით შეიზღუდა. არ იცოდა ის საათი და დრო და სიმართლეს ამბობს, როდესაც ის ამბობს, რომ ეს მხოლოდ მამამ იცის და არც ანგელოზებმა და არც ძემ, ანუ მე არ ვიციო იქ. ეს იყო თვით დაწესებული შეზღუდვა, რადგან მან თავისი ნებით შეზღუდა თავისი ღვთაებრივი თვისებების გამოვლენა. ძალიან კარგი კითხვა, მადლობა კითხვისათვის.